მშრომელებისაგან. Top პროექტი. მშვიდობისა. ვინც დილით ადგა და თავდაყირად დადგა, დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად გიყურებს ჩვენ. ჩვენი პარტნიორები ბავშვებთან ზრუნვის საქმეში არიან კომპანია ავერსი, უგემრიელესი ვიტამინები, ვიტასტარი. ტკბილი ქვეყანა, ტკბილეული ტკბილი ქვეყნიდან უფროსებისათვის და ბავშვებისათვის. სოფლის ნობადი. რძის ნატურალური პროდუქტი, რომელიც დამზადებულია საქართველოში დიდებისთვის და პატარებისთვის. მაღაზიათა ქსელი ცეროდენა, რომელიც ბავშვებს არაჩვეულებრივ ფერად და სახალისო სათამაშოებს ჩუქნის. კულა, ქართული ხილისაგან დამზადებული ნატურალური წვენები, ჯემები და უგემრიელესი მურავები. და ბაბილინა, უნდა ვთქვა კიდე არკორის შესახებ, ეს არის ტკბილეული, კამფეტები, შოკოლადები, საღეჭი რეზინები, რომელიც უკვე 60 წელია ჩუქნის დაუვიწყარ მომენტებს, როგორც უფროსებს, ასევე პატარებს, მსოფლიოს 100 ქვეყანაში. დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, როგორც უფროსებისთვის, ასე უმცროსებისთვის. ფსიქოლოგიური თამაშები. თავდაყირა სტუდიაში ფსიქოლოგიურ თამაშებს ითამაშებენ ბასტი ბუბუს ტვინიკოსები. აი ისინიც შევხვდეთ. კეთნა ბართა. გაიყინეთ. მარია მოჩიკა. კარგია. თათია გაგნეთ. აქეთ ჩამოიღო. ანა მამალაძე. გაიყინეთ. ელენე წერეთე. კარგია. მაგდა ტოტოღაშვილი. აქეთ ჩამოიღო. ელენე მიდიაშვილი. გამარჯობა ელენე. გამარჯობა ელენე. აქეთ ჩამოიღო. და ყველაზე მთავარი, აბა მითხარი. ჩვენთან ფსიქოლოგიურ თამაშებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ძალიან საინტერესო და ხალისიანი სტუმარი ნინი შერმადინი მარიამთან ერთად. ის არის? არასებობს. გამოვნოა თქვენთან სტუმრობა. ძალიან დიდი ხანი მიმყვება თქვენგან წაღებული დადებითი ენერგია და ემოციები. რა მარია? გაგვაცანე მარიამი, რამდენი წლის არის? მარიამ, რამდენი წლის ხარ? უი, ამდენის ყოფილა. სამი. სამის ყოფილა, სამი. შენ რო დადიხარ ამ ბასტი ბუბუში, ბავშვი არ დაკлаავს? არა, მე არ დამყავს. თან სიამოვნებსო ძალიან რომ მომდივარ და ბავშვი არ მე დაკлаავს. მგონია რომ არის პატარა ჯერ ამისთვის. ნუ გონია. რისთვის? სიმღერისთვის, ცეკვისთვის, შენ ისე კარგად არ ცეკვ. არა და მე როგორც ვიცი, ზუსტად შენი ასაკის არის. ზუსტად, იცი რა კომპლიმენტი გითხარი 3 წლის ხანმე. ჩემი ასაკის, ხო? ჩვენთან ბასტი ბუბუში განემარტო ცეკვას და სიმღერას სწავლობენ. ძალიან ბევრ საინტერესო რამეს და ზრდილობას, მარჯვენას, მარცხას და ასე შემდეგ. მოდი, მოვიყვან ხვალიდანვე. ბავშვო, ზრდილობიანი ბავშვი როგორი უნდა იყოს, ამიხსენით თუ შეიძლება. დილობიანია ბავშვი, თვის ყველგან კარგად იქცევა, ყველას ესალმება, იყინის და ზედმეც არ ლაპარაკობს. თუ ბავშვი ბოდის იხდის, მადლობას ამბობს და თუ შეიძლებაო ასე კითხულობს, უფროსები მასზე იტყვია, რაც დილობიანიაო. რა კარგად გაუზრდიაო ოჯახში, ბავშვი უფროსები ასეც ამბობენ. აი ეს უნდა დავიმახსოვრო. თან, თურმე რაც მთავარია, ყველაზე მთავარია ის არის, რომ სამი ჯადოსნური სიტყვა უნდა იცოდეთ. ჯადოსნური სიტყვა თუ იცი, ალბათ არადროს წააგე. სამი ჯადოსნური სიტყვა თუ იცი, ყველა გულის კარს გააღე. ერთი სიტყვა არის ბოდიში, მეორე კი თუ შეიძლება, მესამეა სიტყვა მადლობა. და თუ არადროს დაგავიწყდება, ყველა ნატრა აგიხდება, ყველა კარი გაიღება.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვები ასე სიმღერით ზრდილობიანები ხდებიან. მაინტერესებს რაიმე განსაკუთრებული ხერხი გაქვს აღზრდის? შეგიძლია გაგვიმხილო? განსაკუთრებული ხერხია თუ არა არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ რომ ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთოს. მაგალითად ჩაიცვას თვითონ, ჭამოს თვითონ. აი დღეს რომ მომყავდა აქ, არ ჭამს საერთოდ არ ჭამს. დღეს რომ მომყავდა, უთხარი რომ უნდა ვთქვა მეთქი დედიკო იქ რომ აი თვითონ ჭამს, თვითონ მიცმევს. აი ნახე მეთქი რა კაი გოგოა, ესე უნდა ვთქვა თქო. აი შენ რო არ ჭამ მეთქი, ახლა მე რო ეს ხვილი თქვა ხო ცხვირი გამეზრდება თქო იქ და კაიო და დაჯდა და თავისი ხელით დღეს დაიწყო ჭამა და ეს მივესალმები ამას. ანუ სათქმელი მოდი. ჩვენ ბასტიბუბუში გვაქვს ჩვენი დევიზი. მე თვითონ. გაიგე მარი? ისმის ჩვენი მე დევიზი. თვითონო დედა მე ყველაფერი თვითონ შენ უნდა ჭამო და მე თვითონ უნდა გავაკეთო ყველაფერიო. ხო და ეს ყველაფერი რომ გავაკეთოთ და ბავშვების დარწმუნდნენ რომ მე თვითონ ეს არის ძალიან კარგი დევიზი, მოდი ერთი სახალისო სიმღერა მოვისმინოთ. მოვისმინოთ სიმღერა? არის ზუსტად ასეთი. მე თვითონ. ტაშით შე. მანაკეთ. სასუსნავი მოვამზადოთ მართლა განავითო. დავიხმაროთ ვინმე. არა, მე თვითონ. შენი თულა გაგეთო მარტო ჭამა როდიკმარა. მოვაყაროთ უკვე თხილი. ჯერ არა. არა, კარგი იყო. მე მაშინ დაუკარი. თქვენც მოგეწონათ ალბათ. ხო, კიდევ რა. ძალიან მოგეწონა. საერთოდ ბავშვები რომ მოყავთ ხოლმე ჩვენთან ბასტიბუბუში, ზოგიერთი მათგანი ტირის ხოლმე. მაგრამ 1-2 სიმღერა იქ ცეკვა და საერთოდ ავიწყდება ეს ტირილი. მე მარიამისგან მაინტერესებს. თვითონ რო უყვარს ტირილი მარიამ? მარიამ, გიპასუხო, გიყვარს ტირილი? კაპრიზები ქონდა ხოლმე, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ არ მიგვექცია ყურადღება ზოგჯერ. და გაჭრა ამ ხერხმა? აი, ყურადღება. გაჭრა, ან ეგრევე მყავდა და შაკირა უყვარს ძალიან და ჩაუთავდა, ეგრევე მე ანუ ავიწყდება მე ტირი. ან სხვა რაღაცაზე გადამქონდა ყურადღება და ესე. ეხა აღარ ტირი. ბავშვობაში ისეთი მჭირალა ვიყავი, ვერავინ ვერ მაჩერებდა. ბებია რო წამიმყარებდა გულუკი მაწუხ მაშინ ვჩერდება. გული კრიმანჭული, საუკეთესო წამალი. აბარა, ავტიდები და კრიმანჭული უნდა იმღერო შენ, ბაბილინა. ბაბა შენ გითხარი, შენ ტირალა იყავი ბავშვობაში? მე არა, მაგრამ ჩემი ძმა იყო. დედაჩემი რო უმღერებდა ხოლმე იავნენას მაშინვე ჩერდებოდა.
ესე იგი ეს სიმღერას რა ძალავდა და იამნანა ჯადოსნური სიმღერა. რა კარგად თქვა? ისე ნინი ჩვენც მოვაწყეთ საპროტესტო აქცია ბასტიბუბუში და რაში მდგომარეობს ეს აქცია? აბა. უმიზეზოდ მტირალა ბავშვები შევაგროვეთ ყველანი ერთად დიდ ოთახში დიდი სარკის წინ. და დავანახეთ. თავისი თავი დაინახეთ და როგორ ტირია? რა მოხდებოდა იქ? როგორ უწიფლდება ცხვირი და ასე შემდეგ და მე რა მოხდება? მოდი ახლა ვნახოთ. ბანაკეთ. მასში როცა გეტირებათ ვაცრამლებით ხდებიან პირი უნდა დაიბანო ასე გიჯოს ფერია მერე შენ თავს უნდა გითხო რა გატირებს ნეტავრა სარკეს უნდა გაუვიმო დაივაცო უნდათმა განათესახე დაიმღერე ასე დავიბანე პირი უკვე აღარ ტირი რა გასაკვირი თითქოს გამოიტარა პირი მებიხერდა გავახარე დედა მეტი ჩემგარაღა გინდა სხვა პირი მებიხერდა გავახარე დედა მეტი ჩემგარაღა გინდა სხვა თავისი თუ გისვლავდება ცემლები და მწამები უცებ უნდა გაიხსენო სასაცილო ამბები ხიარული მურიკელა სურომ გეთამაშება დღეობა რომ მოგილოცე შენი ეზოს ბავშვებმა განათესახე დაიმღერე ასე დავიბანე პირი უკვე აღარ ტირი რა გასაკვირი თითქოს გამოიტარა პირი მებიხერდა გავახარე დედა მეტი ჩემგარაღა გინდა სხვა პირი მებიხერდა გავახარე დედა მეტი ჩემგარაღა გინდა სხვა აბა ძალიან მაგარი, ძალიან მაგარი. არ ვიცოდი ეს მეთოდი. მე როცა დავიწყებ ტირილს, მაშინო ჩავიხედები სარკეში და ყველაზე სასიამოვნო ამბების გახსენებას დავიწყებ. ჩვენც ხო გავიხსენებთ? აუცილებლად, თქვენ პირველ რიგში. მოდი ცოტა არასასიამოვნო თემაზეც ვისაუბროთ. ბავშვის დასჯა. დასჯის მეთოდს გააჩნია, მე ისე ვფიქრობ. რაღაცა სიტყვის ფორმით შეიძლება მოიძებნოს, ისე რომ ბავშვს ფსიქიკა არ დაუზიანოს, მე ისე ვფიქრობ, რომ რაღაც რბილად მიუთითოთ იმაზე, რომ ეს ესე კარგი არ არის. ამან რა უნდა დააშავოს ახლა ისეთი, რომ ძალიან გავბრალდება. არა, შენ მართლაც ძალიან კარგი და საყვარელი დედიკო ხარ და ალბათ შეიძლება კიდე რომ დავამატოთ ამ ყველაფერს, რომ პირველ რიგში დედიკოც და მამიკოც ალბათ მაგალითი უნდა იყვნენ თავიანთი შვილებისთვის. აუცილებლად. ხო? რა კარგად თქვა? ნუ მიჯარდები დედიკო ნუ მიჯარდები მამიკო მე ისეთ რას დავაშავებ თქვენ ორმა რომ ვერ გამიგოთ მე ისეთ რას დავაშავებ თქვენ ორმა რომ ვერ გამიგოთ მოდი დამოგეფერები ჩემი პატატა ხელები
მოგეთ დედიკოებო და მამიკოებო, უნდა მოეფეროთ ერთმანეთს და რაც მთავარია ბავშვებს. აუ, რაღაც ამეთი რა. ნინი მაინტერესებს ახლა შენ ამბობდი რომ სახლში ბებიები არიან, ბევრი დიასახლისი ხარ, ხო? მარიამი აგერ შენ თვითონ. როგორ ინაცვლებ აი ამ სახლის საქმიანობას? მარიამს ევალება თავის სათამაშოების დალაგება. ევალება. კი, ალაგებს გადასარევად მე თავიდან დასალაგებელია ისე, მაგრამ ალაგებს. ყველა ესე თვითონ აკეთებს თაორია. თავიდან ჩემ უჯრებსაც ალაგებს, კოსმეტიკის განსაკუთრებით. ეს ალბათ თვითონ დაივალა ეს, შენ არ დაგივალებია. არა, მე არა თვითონ თავისავზე აიღო კიდე ერთი საქმე, რომ ჩემი უჯრები დაალაგოს. დედაზე ადრე ბრუნდები სახში და ვცდილობ მოწესრიგებული დავახვედრო. ჩემ ტანსაცმელს ვალაგებ წიგნებს, როცა ვისადილებ ჭურჭელს ვრეცხავ. მამაც მეხმარება. აი ეს მომწონს მამაკაცები რო აქტიურობენ. ნინი, მარიამს რამის თუ ეშინია, მაგალითად აი წყლის შიში თუ აქვს. წყლის ეშინია და თავის დაბანის ეშინია ძალიან. მართლა? ესე მაინტერესებს ნეტა, ჩვენს ტვინიკოსებს ხომ არ ეშინიათ, წყლის შიში ხომ არა გაქვთ? მე პატარა რომ ვიყავი ბანაობის დროს თურმე სულ ტიროდი. მერე მამიკომ ზღვაზე წამიყვანა და იქ პირდაპირ წყალში ჩამაგდო. ცოტა ვიტირე, მაგრამ მერე გავჩერდი. გასაგები, ესე მოეწონა. ისევ მამაკაცები აქტიურობენ. ჩვენთან ბასტი ბუბუში ფსიქოლოგებმა მოიგონეს ასეთი თამაში, სიმღერა თამაში, რომელიც ძალიან დადებითად მოქმედებს ბავშვებზე. წყლის შიში ავიწყდებათ. როგორ არის ნინიცი? ბავშვები აი თითქოს თოჯინას, ჭკუას არიგებენ და ესე ნელ-ნელა სიმღერ-სიმღერი თამაშით აცნობიერებენ, რომ წყალი სულაც არ არის საშიში. ბატონო, მომესმა? Deda pala gadi gulda, bana
ყველა ჭუმპალაობს წყალში ჭუმპალაობს ლურჯი წყალი ადგაფუნდა დედოფალა გადიდგულდა ბანალბა აღარ უნდა ლურჯი წყალი ადგაფუნდა დედოფალა გადიდგულდა ბანალბა აღარ უნდა ჭუპა დედოფალას ბანალბა უნდა არა და გადიდგულდა ბანალბა სულაც აღარ უნდა ნინი ამდენს ვლაპარაკობთ ახლა ბავშვებზე, ბავშვობაზე, მაგრამ შენ თვითონ როგორი ბავშვი იყავით? მოგვიყევი. მე ვიყავი ძალიან წყნარი, ძღანჯერი ბავშვი ვიყავი, კარგად ვსწავლობდი. მღეროდი, ვცეკვავდი, ვხატავდი. უფრო პატარა რო ვიყავი, მღეროდი და ესე სარკისწინ ვიდექი. სოსო პავლეაშვილს ვაძავდი, ესე ვაჯავრებდი და სამშობლოს მღეროდი თავისი მუხლებზე დაცემით და ანზე შემოხევით კი, მაგას ვაკეთებდი. ბატონო, მომესმა? ისეთი კარგი მოსწავლე იყავი, მაგრამ აი ბიჭებთან არ ჩხუბობდი? ბიჭებთან არ ვჩხუბებდი, უფრო ვიპრანჭებოდი ხოლმე. მინდა გითხრათ, რომ აი გოგოების და ბიჭების თემა ძალიან აქტუალურია. ნუ ბაღშიც, სკოლაშიც, სულ რა არის რაღაცა საუბრები, ნუ არა მარტო საუბრები, შეიძლება ნუ რაღაცა Finarus żajas, maśka jak